პარტია ლელო ძლიერი საქართველოს მთავრობისგან არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. Როგორც გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მათი ღრმა რწმენით აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოში ორი არაბული ქალაქი აშენდება. ამასთან ერთად ლელოს ლიდერის თქმით, ეს ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის და განმარტავენ, რომ ოპოზიციას ასეთი ინვესტიციები არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს. ჩვენ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც გააფორმა საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან და რომელიც ითვალისწინებს 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწაწყლის კრწანისის ტყეპარკში და გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე აი 9 მილიონი კვადრატული მეტრის არაბებისთვის გადაცემას. ჩვენი ღრმა რწმენით ვიღებთ ორ არაბულ ქალაქს თბილისის მახლობლად და აჭარაში, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. არავითარ შემთხვევაში ამ პროექტის გატანა არ შეიძლება. და ძალიან ნაკლებ მნიშვნელოვანია სააკაშვილი რას იტყვის და გვარამია რას უპასუხობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დღეს. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს ასეთ ტიპის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ ამ ინვესტიციის შედეგად დასაქმდება უამრავი ადამიანი, ჩვენი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო სწრაფი ტემპებით გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკურად. მათ კარგად ესმით, რომ ეს იქნება ტრიგერი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ შემოვიდნენ ასევე და საქართველოში გააკეთონ მსგავსი ინვესტიციები, ვინაიდან ემა არის გაკეთებული ინვესტიცია, დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის იქნება იმისი სიგნალი, რომ საქართველოში არის შესანიშნავი საინვესტიციო გარემო. ჩვენ გვახსოვს პირველადად შეფასებები, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა იმის შესახებ, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებდა, ხოლო მას მერე რაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დავაფუძნეთ საერთო საწარმო, ახლა ვისმენთ, რომ ეს პროექტი არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორისთვის და ამავდროულად ვიტყოდი უმთავრეს, რომ სახელმწიფო თავის მხრივ გახდა ამ პროექტის თანაპარტნიორი და თანადამფუძნებელი.